ბატონო, პირველ რიგში მე სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობებს თავისუფლება ყველა ტყვეს, დამხობა რეჟიმს და პროპაგანდისტულ მედიებს მათ შორის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მრავალათასიანი პროტესტი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, ვერ გაითვალისწინეთ ის, რომ ინტერესი არის დიდი და ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი დასწრების და არიან გარეთ და ელოდებიან ეს თქვენი ვალდებულება იყო და მათი უფლება ამ მხრივ არის დარღვეული. ეხლა მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენ ორი თვეა ვდგავართ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და ვაპროტესტებთ იმას, რომ ეს არხი გადაიქცა სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიად. ამას ვამბობთ ესე და აქაც ამას ვიმეორებ. რაც ბატონმა ლაშამ ბრძანა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე თქვენ ამით არ დაინტერესდით. ესე იგი, ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი მტკიცებულებები, პირველ რიგში როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე. ერთი, თქვენ ძალიან ხშირად მოისმენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიაში, რომ ეუთოდირის დასკვნაზე არის საუბარი, იქ გარკვევით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ამბების გაშუქების დროს მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო ქართულ ოცნებას. ეს ერთი ამბავი არის და ყურადღება მისაქცევი არის. მეორე, ადგილობრივი რეპუტაციული ორგანიზაცია ჟურნალისტური ეთიკის კარტია, რომელიც შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ, მაგრამ ამბობს, რომ წინა საარჩევნოდ მაუწყებელი იყო მიკერძოებული და იყო მიკერძოებული ქართული ოცნებისადმი. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბატონმა ლაშამ ბრძანა, შიდა მონიტორინგის ანგარიში, რომელიც აჩვენებს აბსოლუტურ დისბალანსს, მათემატიკურად პირდაპირ შეუძლებელი არის, რომ ამხელა დისბალანსი, ამხელა დისპროპორცია არსებობდეს, რომ ქართულ ოცნებას დაუთმეთ იმაზე მეტი დრო, ვიდრე ყველას ერთად აღებულს. როცა 25 საათი დაეთმო ქართულ ოცნებას, 45 წუთამდე დაეთმო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თუ 50 წუთამდე 40 წუთი დაეთმო საქართველოს პრეზიდენტს. ეს სირცხვილი არ არის, არათუ სირცხვილი, ეს არის კანონდარღვევა და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს არხი იყო მიკერძოებული. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არხის მენეჯმენტს, აქაც ვითხოვთ თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას, აქაც ვითხოვთ სამეურვეო საბჭოს და მისი თავმჯდომარის გადადგომას. მეორე საკითხი, ანუ ეს პროპაგანდის საკითხი, რაც წინა საარჩევნო თემას ეხება. მეორე ასევე მნიშვნელოვანი, ქვეყანაში არის მძიმე კრიზისი, 60 დღეა რუსთაველი არის გადაკეტილი, 60 დღეა და კიდევ უფრო მეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დგას ხალხი, უამრავი ადამიანი არის დაჭერილი, დაპატიმრებული, როგორც ზია ამაღლობელი, ანდრო ჭიჭინაძე, მედროშე, სხვები და სხვები, ადამიანები არიან ნაწამები, რაღაც სისულელეების გამო ის გადაკეტვას აბრალებენ და იჭერენ და სასამართლოებს მართავენ და ამის ფონზე გუშინ მრავალათასიანი აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და ამის ფონზე სიმბოლური არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღე მაგალითად გუშინ დაიწყო სერიალით ძველი ხიდის საიდუმლო და დასრულდა ძველი ხიდის საიდუმლოთ სერიალით. ეს არის სახე საზოგადოებრივი მაუწყებლის დღეს, რომ სერიალები გადის რაღაცა უაზრო, ისინი რა ქვია, შემეცნებით, შეიძლება სხვა დროს აზრიანი, მაგრამ დღეს უაზრო, არარელევანტური შემეცნებითი გადაცემები და მთლიანად დრო უკავია, მთლიანად ესეთი ტიპის რაღაცა იმას ხო გადაცემებს თუ სერიალებს. და პრაქტიკულად არც ერთი შინაარსიანი, არც ერთი პოლიტიკური, არც ერთი რაღაც ესეთ სერიოზული კრიტიკული გადაცემა, ჟურნალისტური გამოძიება და ასე შემდეგ არ გადის. ეხლა ამაზე პასუხი თუ არის, რომ თურმე შენობას იცვლით ან ტექნიკურად ეს შეუძლებელი არის, ესეც არის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და ჩვენ როგორც საზოგადოება ამაზეც ვაყენებთ მენეჯმენტის პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლება, რომ ესეთი კრიზისის დროს არხი არ ფუნქციონირებს, არათუ სრულფასოვნად, საერთოდ არ ფუნქციონირებს. ცხადია, ჩვენ ამას ვიაზრებთ, რომ ეს არის განზრახ გაკეთებული და ესეც იმ პროპაგანდას ემსახურება, რაც პირველ ნაწილში ვახსენე. მესამე, ჩვენ როგორც იცით, გქონდა შეთანხმება მენეჯმენტთან, რომ სანამ კრიზისი არსებობს, იმ კრიზისის დროს 1 საათი მინიმუმ დღეში უნდა დაერთმოს არხის წინ მიმდინარე პროტესტს. ამაზე სამწუხაროდ არხის ხელმძღვანელობამ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, იგნორირების პოლიტიკა აარჩია. მე ვეტყვი ქალბატონ თინათინს, რომ სირცხვილი თქვენ, რომ ტელეფონსაც ვერ პასუხობთ, გარეთაც ვერ გამოდიხართ, ვერც თქვენი პროდიუსერები და ვერ გველაპარაკებით.
ისიც კი ვერ გითხარით, რომ არხმა გაწყვიტა ურთიერთობა და უბრალოდ იგნორირება არჩიეთ, ეს სირცხვილი არის ასეთი ფორმა ურთიერთობის. ეს მესამე საკითხი. მეოთხე, ბორდის თავმჯდომარეს და ეს გასათვალისწინებელია, არათუ ჩვენი აზრით, არამედ დასტურდება, რომ აქვს ინტერესთა კონფლიქტი, რომ არ შეიძლება, რომ სამეურვეო საბჭოს ბორდის თავმჯდომარე ყველანაირ როლში იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმოდგენილი. მიყავდეს მას გადაცემები, იყოს მოწვეული სტუმარი, იყოს მასწავლებელი, იყოს გულშემატკივარი და ასე შემდეგ. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და ესეც ყველაზე მეტად ეს 42 პარალელი რაც მეხუთე საკითხთან მივდივართ, გიორგი გვიმრაძის საკითხი, რომელმაც მაშინ თითქოს იმ მიზეზით რა ქმედებაც ჩაიდინა მან, მე შეგახსენებთ, რომ გიორგი გვიმრაძემ ერთი რომ ფიზიკურად შეეხო მოქალაქეს, ნია კაკაბაძეს და მეორე რომ შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, პირდაპირ ვიტყვი არ მომერიდება, კარგად ლოკავო ადამიანს ეუბნებოდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მან ამაზე აიღო პასუხისმგებლობა, ასე წარმოჩინდა კიმბერლი ლოუს ამბავზეც მათ შორის. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ თუ ჯერ ერთი რომ ამ ადამიანს არ დაუტოვებია თანამდებობა და მეორე რომ დაინიშნა ანალიტიკური სამსახურის უფროსად. შესაბამისად, გიორგი გვიმრაძის პასუხისმგებლობის საკითხიც არის დასაყენებელი. არ შეიძლება რომ ესეთი უზრდელი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეებს, წარმოადგენდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პრიორიტეტებში უწერია, რომ ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას უნდა უზრუნველყოფდეს და როგორც 42 პარალელი, ისე მთლიანად თქვენი პოლიტიკა პირიქით ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი არის. ამიტომ ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება. ეს არის თინა თიმბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და მე პირდებით, რომ ეს პროტესტი მიაღწევს ამას, ისევე როგორც მთლიანი პროტესტი გაიმარჯვებს. გარეთ ბატონი ბონდო მძინარიშვილი ამბობდა, რომ 2026 წლის 1 ივლისამდე თურმე ამ არხზე არ შეიცვლება სამეურვეო საბჭო, აგერ ვნახავთ თუ არ შეიცვლება. აქ არის ხალხი, შეიძლება თქვენ გქონდათ წარმოდგენა, რომ 30 ნოემბრის შემდეგ 2-3 დღეში ეს პროტესტი დაიშლებოდა, იქ ვდგავართ, გუშინ ნახეთ, რამხელა აქცია იყო, ეს აქციები გაგრძელდება. დავასრულებ იგივეთი, თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყუილს, დამხობა რეჟიმს და დამხობა პროპაგანდისტულ მედიებს. შეიძლება ერთი დავაზუსტო, რა კი მახსენა. რა კი ბატონმა გოთა მახსენა, ბარემ აქვე დავაზუსტებ, ბატონმა ბონდო მძინარაშვილმა ის კი არ თქვა, რომ 2026 წლის 1 ივლისამდე ამ საბჭოში არაფერი შეიცვლება, ან საბჭო არ შეიცვლება. ბატონმა ბონდო მძინარაშვილმა თქვა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა, ბოდის ვიხდი, ხა ჩინგაჩუკივით ვლაპარაკობ მესამე პირში საკუთარ თავზე, მაგრამ მისი უფლებამოსილება ვერ შეწყდება, რადგან კანონმდებლობაში ამისი ჩანაწერი არ არსებობს. და არა ისე სხვათა შორის საბჭოს ცვლილებებით ზუსტად 2026 წლის 3 ადამიანს უწყდება უფლებამოსილების ვადა და ახალს ირჩევს პარლამენტი 2026 წლის ივლისში. მისა პატარა შეკითხვა მაქვს მე და არ მოგაცდეთ თქვენ მისა. არა, შეკითხვა მაქვს თქვენთან. პატარა შეკითხვა. ისეთი მაქვს ძალიან საქმიანი. თქვენ უზრდელობას გმობთ და არ მოგწონთ?